მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. 14 ადამიანი შემოსულია. მგონი შეგვიძლია ნელა დავიწყოთ უკვე. ესე იგი, დღევანდელ დაერთი თხოვნა მექნება ვებინარის მსვლელობისას. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შეინახოთ, მოიწეროთ და ხმოვნით ჩავერთვებთ. დღეს ჩვენს ვებინარს წაუძღვებით მე მიხეილ შაშიკაძე, BIM Solutions კონსულტანტი, კონსტრუქტორი და საპორტი და ასევე ჩემთან ერთად იქნება ანა გიმერაძე. ანა, შეიძლება მიგესალმო. გამარჯობა კიდევ ერთხელ. ჩვენი ვებინარის თემა არის 3D არბინებიდან ავტომატიზებულ პროგრამა Tekla Structures გამოყენებით ვეცდებით, რომ რაც შეგვიძლია ინფორმაცია მოგაზრდოთ ამ ვებინარის შესახებ. ეგეთია, რომ რამე ღირებულს მიიღებთ ჩვენგან. Okay. რამდენიმე სიტყვით ვინც პირველად ესწრება ჩვენს ვებინარს, ჩვენ თავზე მოგიყვებით. ზოგადად ჩვენ ვართ BIM Solutions Georgia. BIM Solutions Georgia ეს არის BIM Solutions გრუპის საერთაშორისო კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოში. BIM Solutions გრუპი ეს კომპანია საერთაშორისო კომპანია და ოპერირებს რამდენიმე ქვეყანაში. ესენია არის სრული ჩამონათვალი ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, ყაზახეთი, უკრაინა და ერთ-ერთი არის ჩვენ. შეეხება სერვისებს, ჩვენ ვართ ოფიციალური რესელერები პროგრამების. ზოგადად ძირითადი პროგრამები რაც თუ გვაქვს სამშენებლო სფეროში, ყველა პროგრამის ოფიციალური რესელერები ვართ ასევე. გვაქვს კურსები, ვატარებთ კურსებს. აზერებს სტატიებს, საინტერესო სტატიებს და ვცდილობთ BIM პროგრამები შემოვიდანოთ საქართველოში და უფრო ისეთი ცნობილი გავხადოთ. ანა შეცვალოთ. ამასთან დაკავშირებით კი რამე რეკომენდაცია, კითხვა, ნებისმიერ რამე შეგიძლიათ რომ დაგვიწეროთ, იმიტომ რომ ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენი გადმოსახედიდან თქვენი ვარაუდი და თქვენი მოსაზრებაც აი ამ სერვისთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, მაგალითად გამოთქვათ ვარაუდი ან აზრი, რა მიმართულების განვითარება აკლია დღეს მაგალითად საქართველოში ზოგიერთ სამშენებლო კომპანიებს და რას ითხოვთ ან რას ელოდებით ძირითადად ჩვენი მხრიდან, უბრალოდ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ თქვენი აზრიც. და ამას აუცილებლად ვნახავთ, წავიკითხავთ. დღეს ჩვენი დღევანდელი ვებინარის თემა იქნება Tekla Structures-ი მოდელირება. ჯერ დავიწყოთ თუ რატომ Tekla Structures-ი და არა მაგალითად სხვა მათემატიკურ პროგრამები. Tekla Structures-ი თავიდან შექმნილი იყო უშუალოდ კონსტრუქტორებისთვის და ეს არის პროგრამა, რომელიც მომართულია უშუალოდ კონსტრუქტორებისთვის და არა მაგალითად არქიტექტორებისთვის. სლაიდს შეგვიძლია დავაკვირდეთ. Tekla Structures და 3D მოდელირება, როგორც უშუალოდ რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, ასევე არმირების ელემენტების. Tekla Structures-ი ძლიერია, საქართველოში გავრცელებულია, რა თქმა უნდა, Tekla Structures-ი ძლიერია მხოლოდ ლითონში, თუმცა არა, მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ასევე რკინა-ბეტონი და ასევე კომპოზიტორი ელემენტები. სულათი გავხსნით Tekla როგორ მუშაობს, Tekla რა პროგრამაა. Tekla-ს ინტერფეისი მივახედავ სადაყევრებოდ, რადგანაც ვებინარის მსვლელობისას სულ დეტალებში ვერ შევალ ყველგან, იმიტომ რომ მუდმივ დროს აიღებს. ესე იგი, Tekla-ს პროგრამის გახსნისას ეგრევე ვხვდებით განყოფილებას Steels, ლითონის ელემენტები, სადაც ლითონის ელემენტების მოდელირება, სადაც ხდება რკინა-ბეტონის ელემენტების მოდელირება და ასევე არმატურის მოდელირება. ჩვენ ამ მოდელში გვაქვს დამოდელირებული დროის ეკონომიის მიხედვით რკინა-ბეტონის ელემენტები და ვეცდებით თქვენთან ერთად ერთ-ერთი მეთოდი განახოთ, თუ როგორ ხდება რკინა-ბეტონის კოლონის არმირება. ამ ვებინარში განხილული მეთოდი არ არის ერთადერთი მეთოდი, არსებობს უამრავი მეთოდი
და ყველა თავის მეთოდს იდენებს. ჩვენ განახებთ ერთ-ერთ შემთხვევას, მაგალითად ყველაზე ოპტიმირებული როგორიცაა და ყველაზე სწრაფი ხერხი. ესე იგი, ეს არის ჩვენი მოდელი, შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობის გამარჯვებისთვის დავტოვებ მხოლოდ კოლონებს. ჩვენი მოდელი. გვაქვს მარტივი ერთ შეხედვით მარტივი კონსტრუქცია, შედგება რამდენიმე სართულისგან, ფუნდამენტისგან. ასე მოდი გავხსნე -3 ნიშნულს, ვთქვათ, როგორიც გავაშენებდა, ესე ჩვენი კოლონები ეყრდნობა წერტილს, ეს ფილა და ხორონობის ფილა, ცხრას ნიშნის სამათებზე. ეხლა ასევე მინდა ხაზ გავუსვა ერთ მომენტს, თუ რითია ძლიერი ტექნოსტრუქციის თავი ძლიერი მხარე რა არის. ზოგადად კონსტრუქციებში ყველაზე დიდი პრობლემა არის ელემენტების მარკირება. როდესაც გიწევს ხელით მოახდინო ამ ელემენტების მარკირება, აი მან ხდება ხოლმე თავი შეცნობები, რადგანაც მარკირებაზეა მიბმული სპეციფიკაცია. შესაბამისად, თეკლას სტრუქციის მიდგომა ესეთია, რომ მაქსიმალურად სადაც ადამიანის ხელით მუშაობამ შეიძლება სისტემა დაუშვას, იქ გამორიცხოს ადამიანის მიერ მუშაობა. შესაბამისად, თეკლას სტრუქციაში მარკირება, პოზიციების მინიჭება და ელემენტების სპეციფიკაცია ხდება მაქსიმალურად ავტომატიზებულად. აი ამ გვაქვს ელემენტები, თუ ნახავთ ამ ელემენტს ჯერ მინიჭებული არ აქვს არანაირი მარკირება. გავუშვებ ნამბერინგზე, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ელემენტს მიანიჭებს თავისი პოზიცია. აქ ვუცებ შევალ თუ როგორ შეიძლება ამ ნამბერინგის სეტინგებში ჩვენს გემოზე მორგება, მაგალითად ნამბერინგში ხვდებით ესეთ პოზიციებს. ესე იგი, თუ რის მიხედვით გააკეთოს თეკლას არჩევნა ელემენტების, რის მიხედვით მიანიჭოს ელემენტებს მარკირება. ჯერ თავი არის რომ სახელის მიხედვით შეადაროს ერთმანეთს. მოცანა ამას ახსნი რომ ესე იგი ელემენტებს ადარებს ჯერ გეომეტრიით და მხოლოდ შემდეგ დამხმარე ელემენტებს, თორსა ჩვენ დავამატებთ ამას. მაგალითად, თუ გვაქვს ჩვენ ორი ერთდაიგივე გეომეტრიის მქონე კოლონა მაგალითად, თუმცა გვაქვს რომელიღაც კოლონაში სხვა არმირება, რადგანაც უფრო ცენტრალურია და შესაბამისად უფრო ანალიტიკამ უფრო მეტი არამეტრო მოითხოვა. თუ მიუთითებთ, რომ ესე იგი პოზიციის მინიჭებისას ასევე გაითვალისწინოს არმირება, თუ თეკლა დაინახავს, რომ ამ კოლონაში მაგალითად რაღაც ატიპის არმატურა და მეორეში სხვა არმატურა მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე გეომეტრია აქვს, მაინც ამის მიხედვით მიანიჭებს სხვა იმას რა ქვია პოზიციას. ასევე გვაქვს იმართულება, დასახელება, თუ მაგალითად რაღაც ელემენტს ვარქვით სხვა სახელს, მაშინ ამასაც აგვერდება და ამის მიხედვით კიდევ უფრო სხვა მარკას აძლევს. ასევე აქ მნიშვნელოვანი რაც არის, როგორ დაიწყოს მარკირება, მაგალითად დაიწყოს x ხერხის მიმართულებით, ნახეთ, როგორ დავხეთ კოორდინატების მიხედვით, დაიწყებს ჯერ შეამოწმებს ყველა ელემენტს x-ის მიხედვით, გაყვება ყველა ელემენტს x-ის მიხედვით დანომრავს, შემდეგ აიღებს y-ს და შემდეგ მე შეადარებს ყველას y-ებს და ამის მიხედვით მისცემს თავის მარკირებას. ეხლა მოდი ამაზე ხმად დავაშალო, უბრალოდ გავუშვებ ნამბერინგზე, რომ დავინახოთ ეს თქმაც მინდა. აქ გვაჩვენებს თუ რა ელემენტს რა მარკირებას აძლევს, თუ მაგალითად არ მოგწონს და არ ვეთანხმებით, შეგვიძლია ეგრევე უარი უთხრათ და ისევ რაღაც წესი შევუცვალოთ და
მივიყვანოთ იქამდე, სანამ არ მოგვეწონება ეს პროცესი. ეხლა მაგალითისთვის ეგრე მივანიჭეთ, რაც თავისი გამიანგარიშა. აი, დავიყო, რადგანაც ერთი გეომეტრია ყოველს და რანაირი არმატურა არა მოთავსებული ამ კოლონებში, შეედარა მხოლოდ გეომეტრიის შესაბამისად აქვს 3700 სიმაღლე, ამის 3900 დაარქვა თავისი სახელი შეცვალა. ეხლა მოდი დავიწყოთ არმირება და დავინახოთ თუ როგორ იმოქმედებს ჩემი არმირება ამ პოზიციების შეცვლაზე. დავიგებ ჩემთვის მოსაყრელ პოზიციაზე და დავინახოთ ფილოს დავმალავი და ხელს მიშლის. რაც შეეხება არმირების მეთოდის უამრავი ხერხი არსებობს. არის უშუალოდ თეკლაში არსებული კომპონენტებით არმირება, ელემენტებით არმირება. ეს გამოიყენება, როდესაც რაღაც რთული გეომეტრიის ისინი გვაქვს ელემენტები, შეგვიძლია თითოეული არმატურის ფორმა მოვიფიქროთ და ეგრე დავაარმიროთ. ასევე გვაქვს მეორე უფრო სწრაფი მეთოდი, რითაც თეკლა ასნობილი, თეკლაში არის ჩაშენებული კომპონენტები, რის მიხედვითაც ხდება უფრო სწრაფი არმირება. აი, უამრავი უკვე მინდა რომ ხაზი გავუსვა, უკვე ჩაშენებული ელემენტებია, კომპონენტებია, ეს თეკლას თავისი მოყვება, ძირებულია და ამ ვებინარის სრულობისას მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავებული კომპონენტები არ გამოგვიყენა, ამგვარ გამოგვიყენები, ამიტომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ უშუალოდ თეკლას არსებულ კომპონენტებს. მაგალითად ჩვენ ახლა გვინდა არმირება, გადავვალთ არმირებაში. შეგვიძლია აქ ესე მოვძებნოთ, ან პირდაპირ აქ ავგრიფოთ, რაც გვინდა და ეგრევე ამოვაყოთ. ეხლა გვაქვს ჩვენ მინდა რომ დავაარმიროთ მაგალითად კოლონის ელემენტი, ავიღოთ ამას. სანამ უშუალოდ ელემენტს მოვიჭერთ, შეგვიძლია აქ შევცვალოთ რაღაცები, თუმცა მართლა დავინახოთ. მოვნიშნავ ამას, მე მოვნება რომ აირჩიე ელემენტიო, ავირჩიე ელემენტს და რაღაც არმირება გააკეთა. ეხლა ნახოთ როგორ იმოქმედებს აი ეს არმირების შემოტანა მარკირებაზე. აი თქვა თუ დავაკვირდებით ეს ელემენტები ყველა იყო C9 მარკით, მაგრამ როდესაც უკვე ამაში დავაარმირე, უკვე დამიზრა რომ რაღაც ელემენტი შეიცვალა. შესაბამისად უკვე ხვდება რომ ეს იგივე ელემენტი არ არის და მეუბნება რომ ხელახლა მოგავგავებთ ამას, მარკირება. ასევე შეგვიძლია მაგალითად აი თუ აქ შეუძლია დავაყენოთ რაღაც ხაზი ჩართული. ხორის თქმა მიეტანა. ვთქვათ შევცვალეთ, მაგალითად შუა კოლონაში გვაქვს 25-იანი არმატურა და კოლონა სტოპ-ვერდით, ვთქვათ არ ითხოვს ანალიტიკა 25-იანს ითხოვს. მაგალითად აქ ამგვარჩო არმირებას და კოდს მოდი გავუსწრებ. და ეხლა თუ თავიდან გავუშვებ მარკირებაზე, მაგალითად აქედან. ეგ ამოვიგდო რომ ძველი მარკირება იყო C9 და ახალი იქნება C11, იმიტომ რომ სხვადასხვა არმირება გავუშვი.
თანხმობა უნდა მივიწო. ეს უბრალოდ დაითანხმო. და ეხლა თუ შევხედავთ, მივიღებთ რომ არის მარკირება შეიცვალა, გახდა C12, იმიტომ რომ აქ გვაქვს სხვა ტიპის არმატურა, რომ მეტი დიამეტრის, ხოლო აქ გვაქვს უფრო ნაკლები შესაბამისად. მაგალითად, ეს ორი ელემენტი განსხვავდება 25-ია და აქ 20, შესაბამისად სწორი იქნება, რომ მივანიჭოთ სხვადასხვა არმატურა, სხვადასხვა პოზიცია კოლონებს. ეს კარგი იმითოა, რომ თუ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კოლონა, გვაქვს ძალიან ბევრი პოზიცია, დავაარმირებთ და სხვა პროექტში შესაძლოა ცვლილებები ხდება და გაუშვით ახალ არმირებაზე თავისით შეამოწმოს ამ ყველაფერს და თავისით მიანიჭებს ერთნაირი ელემენტებს, ერთნაირი კოლონებს, ერთნაირი არმირებით, ერთნაირი პოზიციას. და შესაბამისად სპეციფიკაციაც, რასაც გამოვიტანთ ამ თითოეული კოლონის არმირების სპეციფიკაციას დაემთხვევა ერთმანეთს და არ იქნება ხელით შესაძლებელი. კაი, ხა მოდი გავაკეთოთ სართულს შორის გარდაბმვა და თუ ხედავთ თავისი დამუშავებულით არასწორად დაამოდელირა არც სართულებს შორის გარდაბმვა სწორად და არც თათ არ არის ნაშვერები დატოვებული ეში. ფუნდამენტში შესაბამისად გავიაროთ როგორ ხდება უშუალოდ ამ კომპონენტის მოდიფიკაცია. ეხლა მაქსიმალისტები მაქსიმალურად დეტალურად გავიაროთ თუ რას ცვლის ამ კომპონენტში. როდესაც კომპონენტს ვხსნით, ეგრევე ხვდებით, ესე იგი ცითადი არმატურის მასწვლის პლას და დიამეტრს. მაგრამ ჩვენთან გავრცელებულია B500B, ამიტომაც გავიაროთ B500B-ს. ასევე აქ თუ დავაკვირდებით ძალიან ბევრი კატალოგია და ამ კატალოგის ასევე დამატებად შეგიძლიათ თუ რაიმე ის არის, რაც თქვენ გინდათ, მაგალითად, ახლა ვერ ხედავ 500C-ს, რომლის დამატებად შეიძლება ნებისმიერ დროს. აი, გავირჩევ B500B-ს, ასევე ვინდა ხაზი გაუსვა, რომ ცეკლა ეს სტანდარტიდან იღებს თავის ხუმის რადიუსს თითოეულ არმატურაზე. თუ ავირჩევ 25-ს თავისი ცენა, აიყვო რომ ამის ხუმის ეს უნდა აქედან ვირჩევთ თუ გვაქვს მაგალითად ზოგადად ძირითადად კოლონაში ძირითადი არმატურები ყველა კუთხეში ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ერთით მაქვს მოცემული თუ აქ მაგალითად დავაყენებ რომ 4-ზე ხელით მომიწევს შეყვანა, მომიწევს რომ ყველა საკუთარ შევიყვანო, მაგრამ რადგანაც 4 ერთნაირია, შემიძლია დავაყენო აი ეს რომ დატოვოს იგივე და რასაც აქ შევიყვან, გავამეოროს ყველა დანარჩენ მხარეს. აქედან ვარჩევ დავწამშრეს, დავტოვოთ 25 იყოს. აქედან ვარჩევ კლასი ეს არის არა B500B, არამედ დამხმარე ატრიბუტი თეკლასთან შერში, რომელიც შემდეგ გვეხმარება სპეციფიკაციის დახარისხებაში. მაგალითად, შემიძლია გამოვიტანო რაღაც გარკვეული კლასის მქონე არმატურები და არა ყველა ერთად. ასევე შემიძლია რაღაც ძირითად არმატურას თავისი პრეფიქსი მივანიჭო და ამით სპეციფიკაციაში უფრო მარტივად მივხვდე თუ რა რომელი ისა არმატურა. მაგრამ აქ ახლა თავშლი, ის ჩვენთვის ასევე მნიშვნელობა არმატურის შენებას. ხო, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება გავიგეროთ, შემდეგ არის დაბოლოება არმატურის. თუ ხედავთ, თუ დავაკვირდებით, აი აქ არ შედის ტანი, არ გრძელდება, ტანი თავდება სწორად იქ, სადაც თავდება ჩვენი კოლონის ელემენტი, რაც არასწორია, უნდა გქონდეს ჩაშოვა ქვევით. ეხლა რომ გავიარო საფრთხეობით, ესე იგი ეს განაგებს ზედა ნაწილში დაბოლოებას, თუ მიუთითებთ აი ამას, მიხედავთ გადაუღუნავთ, მაგრამ მოდი ზევით მიუთითებ ამას ყველქვევით, ვუთითებ ამას.
აქედან ვცვლი თუ რამდენი უნდა გაიზარდა, რამდენი უნდა ჩავიდეს 500-ში. და მოვიშნაი ლეგენდები. ასე მოდიფაი. მოდი სანამ მაგას ახსნე, ესეც რა გავიაროთ, ესე იგი sidebar, ესე იგი ჩვენ აქედან ვიღებთ 4 ძირითად არმატურას, რომელიც კუთხეებშია, ასე შეგვიძლია დავამატოთ დამატებითი არმატურა, თქვათ 4 არ გადის და გვიწევს გაზრდა, ასე ვთქვი. თავარი არმატურის რაოდენობის შესაბამისად აქვს. მოდით ერთს და თავისით დასვამს შუაში. ეხლა რა განსხვავება sidebar 1 და sidebar 2. sidebar 1 ის შემთხვევაში position spacing-ს ანუ ბიჯს თავისით ახდენს ზემოდან ქვევით, ხოლო sidebar 2 ახდენს ქვემოდან ზევით. ეს რისთვისაც კარგი, მაგალითად გვაქვს რაღაც განსხვავებული კვეთის მქონე კოლონა და არ გვინდა ზუსტად შუაში იყოს, გვაქვს რაღაც თავისი განსაზღვრული spacing-ი აქ დავუწერ, უნდა იყოს თქვათ რამდენი 100-ზე უნდა იყოს და არა შუაში. თუ აქ გავუწერ რაღაც რისკს, მაშინ ეცდება რომ 100-ით გადაიწიოს გვერდზე. თუ ამას სარიელს დავუწერ, ეცდება მაქსიმალურად ის რაოდენობა, რასაც შევწერ, განაწილოს თანაბრად. აი ორი დავწერე, შესაბამისად ჩამისვა ორი არმატურა. ასევე შეგვიძლია ამ არმატურების ცვლილებაც თავისი ისე ვიგებთ ასეთ და სპერს. მოდი. ეხლა ეს აუშვებ. აუგოთ ისო ბარ პოტაბოლოებას კოლაში. ესე იგი 500-ით ჩამოიწია. ასევე გვინდა რომ ის მოიღონოს, შესაბამისად აქ უწევთ data-ს თქვათ იყოს ასე. აქედან შეგვიძლია კონტროლი რომ ეს მოღუნვა მოხდეს არა პერპენდიკულარულად, არამედ რაღაც კუთხით. ეს კუთხის შეცვლა შეიძლება. აქ არ ვამოწმებთ თუ რამდენი იქნება დამცავი შრე, თუ მაგალითად აქედან გვექნება ნაშვარი, რომელიც მოდის წერტილოვანიდან, მაშინ მოგვიწევს აქ დაკორექტირება ამ ისე ვთქვი, დაშორებების, რადგანაც არ მოხდეს კოლიზია ერთმანეთს შორის არმატურებს შორის. ასევე, როდესაც შევინახავთ ყველა ელემენტს, შეგვიძლია ეს შევინახავთ და დავამახსოვროთ, რადგანაც ყველა ელემენტზე რომ არ მოგვიწევს თავიდან შეცვლა. აქ ის შევიჯამოთ. ჩავტვირთო. უკვე შენახული ყველა მონაცემი რაც ჰქონდა, გადმოვიდა უკვე წინასწარ ჩემს მიერ შენახული მონაცემებით. ჩავტვირთო control modifies. ესე ეს გავიარეთ, ეხლა გავიაროთ საკიდების ანალოგების პოზიციები, მაგალითად როგორ ხდება ხოლმე. საწყის ეტაპზე უნდა იყოს ჯერ DG 100, შემდეგ შუაში უკვე 200 და მერე ისევ 100. ასე ვაკიან ვაკონტროლებთ, თუ საფრთხის შორის რამდენი უნდა იყოს, რამდენიდან უნდა დაიწყოს ეს ისინი რა ქვია. საკიდები. საქმეებით 70-ს სავსებით მისაღებია. ასევე რაც არ უნდა შევცვლი რომ იყოს ფეხბურთზე იყოს ერთად. ფოტოტრიანს. აქ თუ დააკვირდებით მეკითხება, იყოს მეინი თუ იყოს ties therapy. აქ განსხვავება ის არის რომ მაგალითად თუ რაღაც ელემენტი მაქვს ფილა რაღაცაც ვიან არმატურას ვიყენებ როგორც ძირითად არმირებას, შემიძლია იქ ნიუთითო ძირითადი არმირება რო ვიანი და აქ გამოვიყენო therapy. და შემდეგ უკვე ეს დამატებითი ატრიბუტია, რაც შემდეგ სპეციფიკაციაში დაახმარება, რომ მარტივად დავახარისხო, დავაფილტრი მივცე და დავტოვო მხოლოდ ისინი, სტირაფები. სპეკლას. აქედან ვაკონტროლებთ, რომ კონდეს მოღუნა კონდეს. მაგალითად, თუ გვაქვს არა 4 ძირითადი არმატურა, რომელიც დამატებითი არმატურა და საჭირო ის დამატებითი ჰუქს შეგვიძლია აქედან დავამატოთ
იქ ასევე შევცვალოთ საკიდის მდგომარეობით ვთქვათ ორმოგი ორჭრადე საკიდი უნდა იყოს შეგვიძლია ეგეც მივხვდეთ აქედან აქვე არის ორი დროს ამას შევხედე რომ საერთოდ აქვე არის დაბოლოება თუ მაგალითად ეს კოლონა თავდება სახურავის გადახურვაზე შეგვიძლია დამატებითი არმირება დავაგენეროთ ისევ აქეთ. ეხლა მე დავბრუნდები სამი ხედზე და ვეცდები მონიშნავ ჩემს კოლონას. ძალის რო აღვქვა. კოლონას რო აღვქვა. ესე გვაქვს პირველი სართულის კოლონა, რომელიც ამოდის ზრდოლიდან, შემდეგ გვაქვს თავის სართულის კოლონა, რომელიც უნდა გადაიღოს ქვედა კოლონის ძირითად არმატურას, შესაბამისად გამოვიხსენებ ამას ცალკე დავარქვი. ვხედავთ ეს და ასევე გვინდა რომ ეს დაემთხოს ზედას შევალ ცალკე ამ კოლონის ამ კომპონენტში შევალ და აქედან შევუცვლი რომ ზედა გადაბმა მოხდეს აი ამ პრინციპით play ასე გავაგზავნებ ბოლოს მე-23 სართულზეც და აი მე-4 სართულზე გვექნება სადაც ყოფილა გადახურვის ფილა გვექნება მესამე ტიპის კოლონა მესამე ტიპის კოლონა ამირება ლაკაც კონდეს შენახული modify ეხლა თუ აღვიქოთ თუ დავავდეთ ძალიან მოდელს გამოვაჩენთ და ვნახავთ რომ თითოეული სართულზე თითოეული ელემენტზე სწორად ხდება გადაბმა იქ სადაც ფილა შემოგ ასე რომ ნახოთ გამოჩნდეს შეგვიძლია დამხმარე კვეთა მოვახდინოთ ჩავწიოთ ეს შეგვიძლია ხდეთ დავუწევთ კვეთა და გამოვაჩინოთ რომ ყველა სართულზე სწორად ხდება ეს გადაბმა თუ თქვა არ მოწონს ამის სიმაღლე შეგვიძლია ისევ შევიდეთ ამ ელემენტის setting-ში და დასრულება გავუზარდოთ არა იყოს არა 700 არამედ იყოს მაგალითად 1000 და რა გაიზარდა ასე თუ ხედავთ რომ BG 100 არასაკმარისია შეგვიძლია შევიდეთ და დავუწეროთ სერვის ამის setting-ში მაგალითად 3 100 არ არის საკმარისი მაგალითად 10-იანაც 1000 გქონდა 10 რომ 100 გამოვავალთ გამოვავალთ შეგვიძლია ჯერ დაიწყოს BG-ით 100-ით ხოლო შემდეგ რაც დარჩება ეგრეთ spacing-ი აი 250-მდე სტანდარტულად დავიღოთ როგორც მიღებულია პრაქტიკაში ჩვენთან 200 და თუ შევცვლი აი რაც ხდება გადაბმა გააკეთა სიანი ბიჭი ხოლო შუა მონაკვეთში სადაც უკვე ლებია მომწერა აიღო 200 პირველად ასე ვაკრათ შევცვალე ის რომ შევცვალე დაბოლოება ესე იგი ქვევით ყველაფერი წაუშალე ხოლო დაბოლოება ზევით შევცვალე რომ გავხადე 600
და შესაბამისად თავისი პატარა გაკეთა 6-ს. ამის შესაძლოა შეგვიძლია თუ მივხვდეთ, რომ ეს იყოს არა პერპენდიკულარი, არამედ შეიძლება. თუ დააკვირდებით მე, ესე იგი არმირება გავაკეთე, ეს წითელი არმირება ნაშვერი არ გამიკეთებია. ისე შეგვიძლია დავტოვოთ როგორც ცალკე კოლონის არმირება და გავაკეთოთ ასევე არმირება, რომელიც ნაშვერი, რომელიც რჩება წერტილში. ამას ავიღეთ starter bars for pillars, უთითებ იმ ელემენტს, რომელშიც აქ ხავს ერთია ელემენტი, ესეთი დავირჩიო ერთი ელემენტი და მე რომ დავირჩიო ის ელემენტი, რომელიც უერთდება ეს ელემენტი. და რა გამეკეთა ის, რომ აი ამ ელემენტს დავუკეთა დამატებითი არმირება, რომელიც არის კოლონის ტანში. ეხლა უკვე ხედავთ, რომ ეს არასწორია, შესაბამისად შევდივართ აი ამაში, ამის სეტინგებში. და უკვე აქ უნდა შევცვალოთ დაბულოება. დაბულოება უნდა გავაკეთოთ არა ლოგო, არამედ უნდა გავაკეთოთ გადაბის დეტალი უნდა გავაკეთოთ. თუ გადავუმზადოთ ფილმის დეტალს, უკვე შეიცვლება და აქედან შეგვეძლება ვაკონტროლოთ, თუ როგორ უნდა გადაიღოს ქვედა არამედ საკოლიზია არ მოხდეს, რადგანაც არასწორი იქნება. აქ მე შენახული ნაკადს. როგორ დავკარგოთ სამდრე. ნახაზებიც მოვასწროთ. შევგვერთავ მოდიფიკაციებთან და ესე იგი მაქსიმალურად გამიგეთ ისე რომ ეს სწორი ამოწურდა და ხოლმე გადავუნა რომელიც მოდის კოლონიდან აქეთ გადავუნა. ეკას ისე შეგვიძლია სტილად გავუზარდოთ 3 რაც 1000 მოდის. ასევე თუ გავხსნით აი ამის სეტინგებს აქედან შეგვიძლია დავამატოთ მართოთ თუ დამსავიშრე რამდენი უნდა იყოს, რამდენი უნდა გადავიდეს. და ასე შეგვიძლია. ახლა კიდე მინდა ერთ რაღაც მეჩვენები და სანამ ამას გადავაწყვეტთ და უშუალოდ ნახაზზე გადავალთ. აი მაგალითად თუ დავაკვირდებით ესე იგი ჩვენი ხე გვაქვს რამოდენიმე კოლონა. მაგრამ სპეციფიკაციაში მინდა რომ გავუშვათ ერთი კოლონა, ნახეთ. დავსახურა. სწორშია. დავგეცოთ ხეთში მომიშნო ჩემს კოლონას. და მხოლოდ დავთოვეთ. დავაკვირდებით აი თითოეულ კოლონას სხვადასხვა ის აქვს პოზიცია. თუ გავუშვათ აი ამას. კიდევ ერთხელ თუ გავუშვათ ნამბერინგზე, რაც ძალიან ავხსენეთ. გვაქვს რომ ქვედა არის C11, ზევით C10, ზევით C10. სასამართლოდ თუ მოვნიშნავ ერთ ელემენტს და შევხედავ ამის სპეციფიკაციას. მიჩვენებს მხოლოდ ამ ელემენტის მოცულობებს, რაც არ არის სწორი. ჩვენ მინდა რომ ერთი ფლიანი კოლონა გქონდეს. ამისათვის სწორად ასაკეთებ ავიღებ ესეთი ფუნქცია
cast unit-ით შექმნას. ანუ დავაჯგუფებ ამ ყველა კოლონას, რომელიც სართულების მიხედვით იყო შექმნილი. Cast units, create cast units. Monishnab თითოეულ ელემენტს. და ეხლა თუ მოვნიშნავ უკვე მიჩვენებს სრულიად ამ კოლონის სპეციფიკაციებს, მიჩვენებს არმატურის რაოდენობას, მიჩვენებს ბეტონის მოცულობას, პოზიციას, მაინც გავუშვით ახლა თავიდან ნამბერინგზე. Proportions, columns. მიიღეთ აი ესეთ სურათს. აი ეს ერთელი კოლონა გაერთიანა და ერთი მარკირებით მისცა ერთი მარკირები. Anna, მეგონი რომ გავიქცა შეიძლება შენი გეგმა როც ქონდა, იმას მიხედვით. სწავლობთ. ხედავ როგორც ხედავ, ამას კითხავ დაგროვდა ხო? ოკეი. აი, მოდი ახლა მე კაც გავთიშოთ და უკვე ანა დაიწყო, ანა შეეხება უშუალოდ, ასე ვთქვი. ნახაზების შექმნას. და მოჩვენოს თუ როგორ ხდება ნახაზის შექმნა. რაც შეეხება კითხვებს ბოლოს ყველა კითხვას ხელახლა გავუვლით, რომ ყველა უნდა გაიგოს თუ პასუხები. მე კი ჩამოვარე რაღაც კითხვებს დავესწრე რომ რასაც მოვასწრებდი. პასუხი გამეცდა და მივხვდა. ოკეი, ხა გავავიდეთ. ხედავთ ხო ჩემს ეკრანს? დიახ. ახლა ანა მიკროფონი და უფრო ახლოს მიიტანო პირთან, იმიტომ რომ ცუდად ისმის ძალიან. ისმის ახლა კარგად? ახლა უკეთესია. კარგი, მეცდები ხმა მაღლა ვილაპარაკო მაშინ. ესე იგი, გვაქვს, ну, იგივე მოდელი მაქვს მეც გახსნილი. და ერთი კოლონა მაქვს, მეც დაარბირებული. და მოდი ახლა გამოვიტან ამ კოლონის სამსვეტის არბირების ნახაზს. მაგრამ სანამ აქამდე გამოვიტან ამ კოლონის არბირებას, უნდა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კითხვებიდან გამომდინარე და ნახაზების გენერირებას რო შევეხო, მთავარია რომ მოდელი იყოს სწორი. ანუ რაც მოდელში არის, რასაც მოდელში ვხედავთ, ის ავტომატურად გადადის ნახაზზე. ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ რაღაც მოდელში შევიშალა, ან რაღაც არასწორად დავამოდელირე, შესაბამისად ნახაზზეც არასწორად გამოვა. ანუ მე მაგალითად ნახაზზე არ შევდივარ თეკლაში და ანუ არმატურებს ესე ხელს არ ვკიდებ და რაღაცა ბიჯებს არ უწევსებ, რომ ანუ ხელით არ მუშაობ ნახაზებზე საერთოდ ხელს არ ვკიდებ ამ კუთხით, მარტო ვაფორმებ. ანუ ეს პროგრამა მაგისთვის არის, რომ რაღაცა ნახაზების გაფორმებაში დავხარჯო დრო და არა არმატურის სპეციფიკაციის აღონებაში. თეკლას შეხშევში რამოდენიმე ნახაზის ტიპი არსებობს. არსებობს აი შეგვიძლია რაღაცა ჩამოვშალოთ single part drawing, assembly drawing, J drawing, cast unit, multi drawing, ხო multi drawing. ყველაზე გავრცელებული ფორმა არის J drawing, ანუ general arrangement drawing, ანუ ზოგადად ამით ქმნიან ხოლმე საყალიბო ნახაზებს. და თუნდაც ხოლმე რომ მაგალითად საყალიბო ჭრილი დეტალები ერთად გამოიტანონ ხოლმე. მოდი ახლა მე უბრალოდ დოკუმენტ მენეჯერი ეს არის drawing-ები და რეპორტების განყოფილება. დოკუმენტ მენეჯერი არის ის, სადაც ყველა ნახაზი გენერირდება. ასეთ ჩემი მენეჯერი, სადაც შევალ და ვნახავ რა ნახაზები მაქვს შექმნილი, რა მაქვს ამოპრინტული, დაბეჭდილი
და რა ტიპის ნახაზები მაქვს ზოგადად შექმნილი. ეხლა როგორც ხედავთ, multi-ROM-ი არ მაქვს გამოყენებული, assembly ROM-ი არ მაქვს შექმნილი, single party-ც არ მაქვს და ანუ GA ნახაზები მაქვს უბრალოდ გაკეთებული. Foundation class-ზე გადავალ, რომ უბრალოდ გაჩვენოთ როგორ შეიძლება რომ აი მაგალითად foundation plan-ი ესეთი ტიპის ნახაზი შევქმნა ოღონდ +0-ისთვის. ასეთ ტიპის ნახაზს შევქმნა ეხლა მე +0-ისთვის, ანუ ზოგადად GA ნახაზის შექმნა იწყება თეკლაში არსებული ხედების მიხედვით. ანუ მე აუცილებელია რომ პირველ რიგში გავმართო ღერძები და ანუ ყველაფერი ღერძებიდან გამომდინარეობს, როცა GA ნახაზებზე არის ლაპარაკი. ანუ მე უკვე გაკეთებული მაქვს აი personal view-ს აწერია. გაკეთებული მაქვს ხედები, აი მაგალითად განშლა D ღერძის გასვრი. გადავალ, ნახავ რა ხდება. ანუ ეს ყველაფერი ხედების მიხედვით თეკლამ უკვე და გამიკეთა თავისი ხედები და აქედან გამომდინარე მე შემიძლია რომ ამ ხედების შემდეგ, ამ ხედების მიხედვით გადავიდე ნახაზებზე. ეხლა მაგალითად მე რო დავდგე 0-ზე, ან +0-ზე, Ctrl+P. ხო, კიდე იმის თქმა მინდა რომ როგორც დგახართ, ისე იქნება ნახაზი. აი მაგალითად მე თუ დგავარ რაღაცა 3D ვიზუალიზაციას ვაჩვენებ, თუ უბრძანებ თეკლას რომ მიდი GA ნახაზი გამიკეთე, ზუსტად იმას გამოვიდა, რასაც ეხლა ამას ვუყურებ ფაჯერაში. თუ მინდა მაგალითად კი გამოვიდანო Ctrl+P დავდგები და +0-ზე შევქმნი GA ნახაზს. Drawing-ები და რეპორტების განყოფილებიდან create GA drawings მოწვევი და როგორც ვახსენე, ჩამომითვალა ყველა ხედი, რაც თეკლაში მაქვს შექმნილი. არ აჩვენებს? ოკეი. არ ვიცი რატო არ აჩვენებს, მაგრამ ოკეი, შევდივართ ამას ვაჩვენებს create GA drawings ვაწვევით და ამას რომ ვაწვევით, ჩამოთვლილი იქნება ყველა ხედი, რაც კი თეკლაში შექმნილი. მე შემდეგ ავარჩევ ერთ-ერთ ხედს, ამ შემთხვევაში მე +0-ს ვაჩვენებ. ასეც რაც ვიარჩევ. ოკეი. მე უკვე ვარჩევ პარამეტრებს, ანუ მე უკვე შექმნილი მაქვს ჩემი properties მაქვს დაყენებული ნახაზის ტიპისთვის. ზოგადად ახლა ვიყურებ და ვიდეო. ოკეი, რაც ავარჩიე, ჩემი property-ები დავაყენე და ერთი კლიკით შემიქნა +0 გეგმა. ანუ რა სახელიც აწერია views ან ხედს იგივე ვხედავთ აქ, შემიძლია გადავიდე თეკლას view-ებში, ეხაც +0 მე მგონი ჩანს. მაგალითად 0 აწერია, შემიძლია შევცვალო, დავწერო +0 გეგმა და აქაც იგივე ავტომატურად განახლდება ეს სახელწოდებები. ახლა ანუ ეს ჩემი property-ები ისე იყო დალაგებული, რომ ზომის ხაზები თავისით გამოეტანა. შემიძლია ესენი ცოტა მაგალითად გავწიო და დავაგენერირო. ამას უწოს გავწევ და ზომის ხაზებს კარგად ცოტა ისე გამოვიდა. ნუ ეს უბრალოდ შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის დიზაინის ნახაზი გააკეთოთ, აი როგორც გინდათ აქ გოლებში ჩაცვათ თქვენი ღერძის ხაზები. ამაზე შეზღუდულები არ გაქვს. ამას ცოტა ამას გავჩიშვალო, ცოტა ამაზე დამტოშორება ქონდეს აგრიმებს. არ ვიცი რამდენად აღიქმება თქვენთან რას ვცვლი. ოკეი. და ესე იქნება მოკლედ GA ნახაზი. სამწუხარო არ გამოჩნდა პარამეტრების დაყენება, რაც მინდოდა რომ გვეჩვენებინა, მაგრამ მოდის სხვა რამეს უფრო იმედია გამოგიჩნდეთ. აქვე შეგვიძლია დავამატოთ უბრალოდ dimensioning-ი, ანუ ზომები, ჩვეულებრივ ბგები, ვირჩევ საიდანაც ადამიანი მინდა გამომიტანოს, რისი ზომა მინდა რომ გამოვიტანო და ერთი მაუსის შუა გორგოლაჭით ეს ყველაფერი გამოაქვს. აი ახლა მაგალითად რაღაცა რომ შევცვალო მოდელში, ამას ავტომატურად განაახლავს. ანუ მაგალითად კოლონა რომ წავშვალო, ან რაღაცა რომ დავეედითო, გამომიჩნდეს რაღაც წითელ კრუპელად და მანიშნებს რომ რაღაცა შეიცვალა და იწოდე. და მე ამას შემდეგ უკვე
მივხვდები რომ კი გასაგებია თუ მინდა რომ ცვლილება დავტოვო ოკეი ეხლა მოდი ცოტა გადავალ წინ დოკუმენტ მენეჯერში ამას გავთიშავ და დავაკოპირებ რომ მე ეს რაღაცებს აყალიბებს გავაკეთებ და ესე იგი დავაკოპირებ და კოლონას copy to new დოკუმენტ მენეჯერი მაქვს გახსნილი მაგრამ არ ჩანს და კაი ნახაზე გადავალ ეხლა მინდა რომ გამოვიტანო კოლონის არმირება ბევრი ხერხი არსებობს როგორც შეიძლება რომ გამოვიტანო ეს კოლონის არმირება სადღაც საიტზე მაგრამ ერთ-ერთ ხეს გაჩვენებს რადგან უკვე GA ნახაზზე ვარ და გეგმაზე ვარ ერთ-ერთი ხერხი არის მაგალითად თვითონ ნახაზზე გადავდივარ view-ში შემდეგ section views და გავჭრი იმ ნაწილს რომელიც მინდა რომ გამოჩნდეს კოლონას well ცოტა ხანი reinforcement გავუთიშავ რომ ეგეც არ ჩანს ხო ალბათ პარამეტრები ჩანს ხანახაზე ვიმუშავებ და მოგეთ გამოვიტანე ჭრილი კოლონის ნუ გამოვიდა +0-ზე იმიტომ რომ +0-ზე იყო ჩემი გეგმა ამას ესე კარგად ჩამოვწევ ამასაც ესე ავწევ რასტოშტრაბზე მოკეთიო ზახუსთან და ცოტა დამეტიოს ამას ესე კარგად ავწევ ხელაყოფილა ოკეი ამის ცვლილება შეგვიძლია რაღაცა დიდზე არის ეს წრეები გამოტანილი ამას ერთი quick ეს არის ამას მონიშნავ შემიძლია რომ ამის დიზაინი შევცვალო შეგვიძლია აი ამას ცოტა ჩოს ანუ მივხვდით ხო კოლონა რაც იყო მიუხედავად იმისა რომ +0-ზე ვიდექი გამოვიტანე თლიანად იმიტომ რომ შემიძლია ამის view range-ი ჩვეულებრივ ვსვალო ოკეი ესე ხო ამას შემიძლია ჭრილის ასე ვთქვათ ისინი დავამატო sketching-ში გადავალ cut part lines აბოლოდ გაჩვენებთ როგორ ხდება რა დროშით ჩავედიო და ნიშნავ ელემენტს სადაც მინდა რომ გამოვიტანოს მაგალითად აი ამას ნიშნავ და ვაწვევი creates ესეც შეიძლება ეს არის მაგალითად ჩვენი კოლონა არმირების გარეშე არმირება რომ ვაჩვენო ესე იგი ეს ისეთი კოლონა ავიღე სადაც არმირება გადაიხადა შესაბამისად შემიძლია რომ არმირებას გამოვაჩინო ვაწვევი ამ კოლონის view range ასე view property-ში შევდივარ და გადავდივარ reinforcement-ში არ ჩანს მოგეთ არმირების პარამეტრებს ვუთავ რომ იყოს თვალსაჩინო როგორც იყო მოდელში დაარმირებული ეს კოლონა ისე გამოიტანა ნახაზზე ისი არმირება ნუ გამოიტანა თავისი პოზიციებით მარკით და ახლა შემიძლია ასევე რომ ვცვალო ესენი პირველი აქ წერია ხედავ რომ უწერია რაოდენობა 29 ცალი საკიდი ყოფილა დიამეტრი 8 დიამეტრის ნიშანი დიამეტრი მის დიამეტრი არის 8 მის შემდეგ არის სიგზე და პოზიცია ეს შემიძლია რომ გადავანაცვლო უბრალოდ გაჩვენებთ მაგრამ ეხლა როგორ გაჩვენებთ თუ არ ჩანს მოდი თავიდან გავაზიარო ხო მე ჯობია რომ თავიდან გავაზიარო და მითხრა რომ ყველაფერი გავაზიარო ჩანს რამე
Okay. ახლა ახლა ჩანს. აი ახლა აქ შევიდე. Okay, ესეც ჩანს. კარგი. მოკლედ ყველა ნახას თავისი ფანჯარა აქვს და ამ ფანჯარებში თავისი პარამეტრები არის, რაც შეიძლება შეიცვალოს. აი მაგალითად აქ შევიდე. მაქვს მაგალითად reinforcement-ის. აი აქედან ჩავრთე, reinforcement-ში შევედი და bar content-ში იყო ჩართული not visible და გადავთე visible-ზე, რომ გამოჩენილიყო. თუ მაგალითად არ მინება გაკეთებულია mesh-ით, შეგვიძლია რომ აქაც mesh-ი ეხა არა მაქვს გამოყენებული ამ მოდელში. აქაც not visible-დან visible-ზე გადავიდე და არ მინებას გამოვიდეს. მოდით მალე გავივლი, რომ რაღაცნაირად, ამის ცვლილება შეგიძლიათ აქედან აი ნახეთ შეგიძლიათ რომ ესე იგი reinforcement mark properties-ში შევედი და აქ ახლა single-ებში ანუ ჩამოტვირთული მაქვს ჩაწერილი მაქვს რა არის გამოტანილი პოზიცია, grade-ი ეს შემიძლია რომ ყველაფერი ვცვალო. ეხლა ეს მე რო ავაფეთქო, მაგრამ ჯერ არ მაფეთქებინებს, არა უშავს. Okay. ესენი რა წავშალო საერთოდ. ანუ აქედან ხდება დამატება, აქედან არის პარამეტრები, თუ მინდა რომ დავამატოთ, დავაწოვი, ეთ გადმოვა იქით და გამოჩნდება შეუჩვეულები. რაღაცები გადავცვალე. Okay. აი, ცოტა წავალ რომ ჩავეტიოთ დროში. ახლა მაგალითად თუ მინდა რომ გამოვიტანო really ანუ Z-ხები, ვიღებ section views ნიშნავ, რაც მინდა რომ გამოჩნდეს და ერთი კლიკით გადმოიტანს ამას აქეთ. ნუ აქაც დაყენებული მქონდა გარკვეული პარამეტრები. შეგვიძლია ესეც ვცვალოთ ჩვეულებრივად. შემიძლია, რა ვიცი, დავამატო ზომა, დავამატო დამცავი შრემი ვუთითო 30-იან. დამცავი შრემს მივუთითებ, გამოვიტან. აი, ეს შევცვლი. მასშტაბი რა, 1-2. ასეთას შეჭერების წავში. ანუ კარგი ის არის კიდევ რომ თეკლას ნახაზებზე როგორც კი ვცვლი მასშტაბს, ანუ ეს ტექსტის ნაწილიც შესაბამისად იცვლება. ანუ არ მიწევს რაღაც ტექსტის ზომის თავიდან შერჩევა, რაღაცების გადანაცვლება. მოკლედ ესე ხდება ნახაზების გამოტანა. ნებისმიერი ზომა შეიძლება შეგვიძლია გამოვიტანოთ კიდევ ერთი ჭრილი, ეს იყო base-თვის, ანუ ამის ცვლილება შეიძლება, მაგალითად აქ რა დავწერო. როგორც კი შევცვალე, გამოვიტანა ჭრის ან ყველაფერი თავისით გადმოიტანა, მაგალითად დროს აღარ მოხარჯვინებს. Okay. კარგი, მოკლედ ეს ერთი იყო, იგივენაირად ხდება სხვა სართულებზეც ამ დეტალის გამოტანა. ახლა მაგალითად ეს არის შტამპი ჩვენი გაკეთებული. თუ მინდა რომ მაგალითად foundation plan არის ამის სახელწოდება და მინდა რომ შევცვალო, დავაწერო კოლონების მოწყობის გეგმა რაღაც მსგავსი, ეს ჩვენ ჩავაშენეთ რაღაც ასეთი user define ატრიბუტები და მაქვს ჩაშენებული რა foundation plan კი არა, მაგალითად Okay, იყოს ესე. არ აქვს ახლა ამიტომზე დიდი მნიშვნელობა, უბრალოდ გაჩვენებთ იმას, რომ მის დარეფრეშებისას დაინტერესება რატო? რეფრეშებს. კაი, თავი მიშევა. Okay. სანამ რაღაცას გავასწორებ, გამოვიტან ამავე დრო სპეციფიკაციებსაც. აქ ეს ხდება ასე ვთქვათ, drawing layout editor-დან.
და აქ უკვე თეკლას ჩამონტაჟებული სპეციფიკაციები ეს ცხრილებია და ბევრი ვარიაცია შეგვიძლია რომ ჩვენ თვითონაც გავაკეთოთ ეს ცხრილების გენერირება, ასე ვთქვათ, ჯერ რა გამომიჩინოს, მერე რა გამომიჩინოს და ასე შემდეგ. მაგას უოდ გაჩვენებ საიდან ხდება. დღეს ამას არ გავაკეთებთ. Bending reverse ამას გამოვიტან. და ან როგორც ხედავთ, კოლონაზე რაც მქონდა მე მონიშნული, რაც არმირებას მქონდა გამოტანილი, თავის პოზიციებით, part number-ი, დიამეტრი, რაოდენობა, B500 პირობა, სიგრძე და ანუ ესეც კი შეიძლება რომ ცოტა დასახვეწია ეს, ამას დავხედავდით, მაგრამ bending shape-იც გამოაქვს. ანუ ამის საქმე template და აქედან შეგვიძლია რომ ჩვენი value ჩავაგდოთ და მივუთითოთ ჯერ რა იყოს, მერე რა გამოიტანოს და ასე შემდეგ. ამ ცხრილების შეცვლაც შეიძლება. ეხლა აქვე ისიც გააკეთა. column arrangement-იც და update-ა რაღაცა არ მიკეთებდა ამას და ასეც გამოიტანა. ხო, მოკლედ, ესეც ცოტა შევსვლიდი ამას, მაგრამ რადგან უკვე ცოტა გადავაცილეთ დროს, ამაზე დროს აღარ დავკარგავ, უბრალოდ მინდოდა რომ მეჩვენებინა, ეს შეგვიძლია საერთოდ წავშალოთ. ეს გამოვიყენე გულად კოლონის გამოსატანად. მე მოკლედ სულ ეს იყო ამის გამოტანა. ცოტა ხელის შევლება უნდა ამ ნახას რომ კარგად ჩამოყალიბდეს. და ხო, მე მგონი ეს იყო. ამასაც ხო, დამატებით ხო, ერთი-ორი კვეთაც რომ დაამატო. რომ გაფორმება ყველა კვანტის თავად ამჭირდება ეგეც რო აჩვენო. ამას გამოვიტან მაშინ და შემიძლია კონტროლ-ს თუ იზავს. კონტროლ-ს და ამასაც წავშლი ჯერ და მე გამოვიტან ამასაც ხო. ესე იგი, ეს კითხვის ნიშანი იმას ნიშნავს, რომ ჩემმა რაღაცა კონსტრუქციამ განიცადა რაღაცა ცვლილება და parts number-ი თავიდან უნდა გამიშვა. არ გაუშვი და ანუ ეს სხვა კითხვის ნიშანი მაინც ამოვამბდა, რომ ითხოვს თავიდან number-ზე გაშვებას. ანუ ეს დეტალები შეგვიძლია აქედან ვცვალოთ, ჯერ არ გამოაჩინოს, აი მაგათ ახლა ის არის, რომ ჩაურთო, ანუ ყველაფერი ხდება აქედან, ანუ ძალიან მარტივად, მე მგონი, რა ვიცი, დავამთავრებ უკვე ძალიან რომ არ წაგართქვათ დრო, რადგან თქვენც ალბათ დაკავებული იქნებით. ამას შევინახავ, დოკუმენტ მენეჯერში ვნახავ, რომ com sample ეს მე-12 ნახაზი გავაკეთე, ამის დაპრინტოთ შემილია. კიდე ხდება პრინტი, ჩანს ხო ეს ისინი. ამას ვნახავ, რა ნახას ვბეჭდავ, რა ჩანს ნახაზე, სად შევინახო, დესკტოპზე ამ შემთხვევაში დესკტოპზე შევინახავ. შეგვიძლია line property-ებიც შევცვალოთ, ანუ ზოგადად line-ების სისქის ცვლილება ხდება აქედან. ანუ ნახაზე ამის ცვლილება არ ხდება, რომ მაგალითად კონსტრუქციის ტანი უფრო ცოტა სქელად გამომიჩინოს, ვიდრე მაგალითად grid line-ები. და ამას ყველაფერს აქედან ვაკონტროლებ. და შეგვიძლია რომ დავპრინტოთ. ეს ჩანს. Desktop 5 com sample. ნუ გავხსდი. ნუ როგორც ხედავთ, არ არის ეხა light properties კარგად დაყენებული, ყველაფერი ცოტა მკრთალი არის, მაგრამ ამასაც რამე იყოს შევცვლი. სულ ეს იყო. მე მგონი შტამპიც ჩანს კარგად და ლოგოც ხო. ამას გავთიშავ ეხა. შეგვიძლია რომ ანუ შეგიძლიათ რომ რამდენი ნახაზიც გაქვს, ყველა ერთად მონიშნოთ და ერთად გავუშვათ პრინტზე. მაგის შესაძლებლობაც არის, რომ ცალ-ცალკე პრინტი ის არ დაიწყოთ და დრო არ დახარჯოთ ამაში. მოკლედ ეს იყო ძირითადი რაც გვინდოდა, რომ გვეჩვენებინა. კიდე ბევრი დაარბირების სხვა ხერხებიც არის და იმედია სხვა ვებინარებშიც გაჩვენებთ.
და მოდი კითხვები გავიაროთ. კი ბატონო, მოდიმე დედავის ფლანკოები რაღაცების გაიც პასუხი, მაგრამ მოდიმეც ჩემი მხრიდან გავცემ პასუხს. პირველი კითხვა იყო აი კომპონენტების შექმნაზე. რა თქმა უნდა, კომპონენტის შექმნა შეიძლება რაოდენობის. შეიძლება არსებული კომპონენტები შეცვალო და შენს თავზე მოერგო, ან უშუალოდ ნულიდან დაიწყო კომპონენტი და შექმნა, ან ასევე შეიძლება არსებული კომპონენტში კიდე რაღაცები დაამატო და ისე შეინახო ეს კომპონენტი. შემდეგ იყო კითხვა რამდენი გასული პარტნიორების შეერთების დეტალება კომპონენტების კონცეფტის დაარბევების. ხო, ზოგადად 3D მოდელირების პრობლემა რა არის? თეკლა ნახაზზე გაჩვენებს იმას, რაც გაქვს უშუალოდ მოდელში. რამდენადაც კარგი მოდელი გაქვს, იმდენად კარგი ნახაზი გექნება საბოლოო ჯამში. თავი განსხვავება რაც არის, რომ თუ რაღაც შეიცვალა მოდელში, ნახაზები თავისით გენერირდება თავიდან. სპეციფიკაციების თავიდან იცვლება, ხელით შენ არ აღსავსვლე. მარკირება თუ განახდა პოზიციაზე, როგორც წარმოსაუბრობდი რა კოლონა თუ სხვა რატომ მოითხოვა და შესაბამისად ახალი პოზიცია მიენიჭოს, თავიდან ხდება ყოველთვის გენერირება. პროგრამას გეუბნება, რომ ის რაღაცა აღარ არის ხვარი, შესაბამისად თავიდან გავუშვი მარკირებაზეო. ამიტომ ეგ არის, რომ მაქსიმალურად მინიმიზებულია აი ამ დათვლაში ადამიანის მონაწილეობა. და კითხვა ანალიტიკაზე, არა, Tekla structure-ში ანალიტიკა არ ხდება, Tekla structure-ში ეს არის პროგრამა, სადაც ხდება უშუალოდ საბოლოო პროდუქტის მიღება, მუშანახაზების შედგენა. ანალიტიკური პროგრამები ცალკეა. და არამატურის ზომა და რაღაცა ეს შენით არჩევ და ასევე შეიძლება შენითვე მიამჭო ისეთი რა ქვია, არამატურები. ხოლო ზოგადი წესები, კონსტრუქციის წესები, ელემენტების მოწყობის ბიჯი და რაღაცები მაგის ჩაწერა შეიძლება კი თქვათ ანკერების გაწერა რომ კოლონაში ეს ანკერი იყოს ამდენი დიამეტრი ცირკადი არმატურის ან რაღაც მაგ ლოგიკის გაწერა შეიძლება ანუ მაგას თავის ანგარიშობს ასევე თავის ანგარიშობს მოცულობებს პროგრამა მაგრამ უშუალოდ რა უნდა ჩადო რომელი არმატურა უნდა გამეყარა მაგას თეკლა არ აკეთებს აი ამ კითხვა ხომ შეიძლება ხო სამიდან საბოლოო ორდენ ახაზებს ხო რომელსაც ვისაუბრეთ ანუ სიზუსტეს ვთქვათ იგივე ერთი-ერთში რასაც ხედავ 3D მოდელში ვთქვათ იგივე გადააქვს ორდენ ახაზებს ასევე ახაზზე შეიძლება 3D ახაზების შექმნა შეუძლებლად ახლა დღეს მოდელს არ ფუნქციონირებს მაგრამ უჩვეულოდ შეიძლება იზომეტრის გამოტანა შენს ორდენ ახაზზე სხვა შორის ორდენ ახაზზე შეიძლება ამირების 3D ახაზის გამოტანას მარტივად და სიზუსტეს აქ შეხება ზედმეტებით დაწერო. ეგ შეიძლება რომ სპეციფიკაციაში გაუწერო ეგ პროგრამულად, თუმცა თეკლა სპეციფიკაციაში გამოაქვს იმ ელემენტების ზუსტი რაოდენობა, რაც არის დამოდელირებული. ანუ თავის რაღაც ნამაც არ აკეთებს. აჩვენებს ზუსტად იმას, რაც არის მოდელში. ხო, რა დროს ჭირდება ამ პროგრამის შესწავლას, კი ბატონო. კომპლექსური პროგრამაა თუმცა თავიდან სასწრაფოდ მარტივია რაღაც ელემენტები მარტივია თუმცა საბოლოო ჯამში რომ შენზე მოარგო პროგრამა რაღაც დრო ჭირდება პრაქტიკა და შესწავლასაც შეეხება აქვე ვიტყვით დავანონსებთ მაგრამ ჩაშობულიც არ არის ჩვენ საიტზე რომ MySQL-სკენ გვაქვს უშუალოდ კონკრეტულ კონსტრუქციების მოდელირება თეკლაში კურსზე შევეხებით ყველაზე დიდ საკითხს ნულიდან დავიწყებთ ავხსნით ინტერფეის პროგრამის გაგაცნოთ Tekla structure-ზე მეტ ინფორმაციას უფრო ზუსტად რა როგორ ხდება დავიწყებთ შენობის მოდელირებას ნულიდან იქნება ეს საძირკველი ფილა გადახურის ფილა კოლონები რიგელები სვეტები ყველაფერი რაც იქნება დავიწყებთ ნულიდან შევქმნით დავარგებთ თეორიულ ელემენტს საძირკველს ცალკე ფილას ცალკე კოლონას ცალკე რიგელს ცალკე გავვრით ყველა დეტალს თავიდან ვერ მაქსიმალურად ვეცდებით და განახოთ თუ როგორ ხდება ნახაზების შედგენა შევქმნით თითოეულ ელემენტზე ნახაზს თავის სპეციფიკაციებით ხო კიდევ ის პროგრამა ხო მიგამთ ხო ანუ 18 მაისს იწყება ჩვენი კურსი
დეტალები ჩვენ საიტზე და შეგიძლიათ რომ აჯენდაც მოითხოვოთ დღის მიხედვით რა დეტალებს და რა თემებს შევეხებით. იქნება დავალებები არმირების გავლის შემდეგ და ასე ვთქვათ სურვილი გვაქვს რომ ყველაფერში დაგეხმაროთ რა თქმა უნდა თქვენც თუ გაქვთ სურვილი რომ თეკლა შეისწავლოთ და ასე ვთქვათ 2D მუშაობის სისტემიდან გადავიდეთ ცოტა უფრო განვითარებულ BIM სისტემებზე რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს ამ ცვლილებების დროს კონკრეტულად რაღაც არმატურების შეცვლაში და სპეციფიკაციების თავიდან ჩვენს ასე ვთქვათ კისერზე რაც არის დათვლაში. ხო, ანუ 18 მაისს იწყება ჩვენი რკინაბეტონის კურსი და შევეხებით როგორც არმირებას როგორც კომპონენტებით ვახსენებთ ასევე custom components-აც, ისევე bar group-ებით და bar set-ებით, რაც უკვე კიდევ პლუს დამატებითი პარამეტრებია, რაც თეკლას აქვს. კონტექსტის კიდე დაემატა რაღაცა პრობლემები. ეხლა იყო ავტომატიდან შედარებით ამდენად სწრაფად შეძლოთ კონსტრუქციულ ნახაზების შეკაკეთებას. კიდე გავიმეორებ, რომ ძირითადი განსხვავება რაც არის 2D ავტოკადში მუშაობასა და თეკლაში მუშაობის შორის. მოდელირება და ნახაზის შექმნა ხდება ერთდროულად. ჯერ ქმნი 3D მოდელს და შემდეგ თავისით აგენერირებ ამ მოდელზე დაყრდნობით ნახაზს. შესაბამისად თუ შემდეგ რაღაც ჩვენ სფეროში მუდმივად ხდება, პროექტი იცვლება, რაღაც კოლონები მოძრაობენ, რაღაცები იცვლება, იზრდება რაღაც დიამეტრები, ერთი შეცვლით, ეგრევე ხდება განახლება თავიდან ნახაზზე მუშაობა, რუტინული რაღაც იგივე განმეორებადი ფუნქციები გაკეთება არ გიწევს. გიწევს უბრალოდ განახლება ნახაზის თავიდან დაბეჭდა. ეგაა და ეგ. შემდეგ კითხვა იყო all-plane. all-plane-თან შედარებით თეკლას უპირატესობები არის რომ გაქვს მეტი კომპონენტი, გაქვს უფრო თავისუფალი ხარ არმირებაში, უფრო თავისუფალი ხარ უფრო ზუსტად აკეთებ იმას რა ქვია სპეციფიკაციების შედგენას და აქვს უფრო მარტივი ქვია BIM ინტეგრაცია სხვა BIM პროგრამებზე. ანუ ჩვენ თეკლაში ამ მიმართულებით მოგინებს დამჩენებია, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია შემოვაგდოთ მარკეტებისგან მიღებული AIF ფორმატი, ანუ უშუალოდ 2D ნახაზები და უშუალოდ ეს ამ 2D ნახაზში ვიმუშაობ 2D ნახაზზე ვიმუშაობ 3D-ში. ასევე აინტერესებს რომელ კი სპეციფიკაციაში შეუძლებლად შეგიძლიათ მაგის შეცვლას ვიგებო. როლსლი შევთვის იმას რა ქვია. ასევე თუ დაგვირდებით სპეციფიკაციაში რაც გაჩვენეთ ახლა, ან რაც გაჩვენათ, თქოს არ გავს იმას, რასაც შეუძლებლად საქართველოში. ეგ იმიტომ ხდება, რომ ჩაფეთილი გვაქვს ევროპული environment-ი. ეს ეგრევე უფრო ესეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ბევრ დროს მოითხოვს, რომ სათაგიხსნათ როგორ რა არის. ანუ თეკლაში როდესაც პროექტს ქმნი, უთითებ თუ რომელი ქვეყნის სტანდარტებით დააგენერიროს ესა თუ ის სპეციფიკაციები. ჩვენ შემთხვევაში ახლა მითითებული მქონდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად სპეციფიკაციაც მორგებული იყო ევროპულზე. თუ იქ უბრალოდ ჩვენ არ ვჭდით კოსტს ან რაც უს უნარებს, ეგრევე ამოვაგდებდა ჩვენთვის ნაცნობ, არანაცნობ იმას რა ქვია სპეციფიკაციებს. რომელიც შეიძლება არ ეთხოვდეს თქვენს კომპანიაში არსებულ სპეციფიკაციას და იმის ასევე თქვენს გემოვნებად შეიძლება პრობლემები. შემდეგ კითხვა იყო პრეკასტების ტიპის პროექტზე მუშაობაში გენერირებად ხდება როგორც მოჩვენეთ ისევ. ხო, მოჩი ხა პრეკასტის შემთხვევაში თითქმის იგივე ყველაფერი. უფრო მარტივი ის არის, რომ ჩაშლილი გაქვს, გამოცემული გაქვს, მაგალითად კოსტის მიხედვით თუ რამე სპეციალური ისინი არ ქვია ელემენტი გარკვეული ის რა ქვია გეომეტრიით შეგვიძლია ეგრევე კატალოგიდან აიღო პირდაპირ დაამოდელირო და ძირითადად განსხვავება ის კომპონენტები ცალკე გაქვს უშუალოდ პრეკასტის კომპონენტები რომელიც განსხვავდება ცოტათი casting plates reinforcement კონკრეტისგან. კურსის ფასთან დაკავშირებით მაგაზე ცალკე მოიწერებიან ჩვენი
საკითხი იყო სპეციფიკაციაზე, ის მასალები გამოვხსნას კონკრეტულ ჭრილში ჩანს ფურცელზე. მაგის კონტროლით შეიძლება ნახეთ, რა ახსენე ატრიბუტები, თითოეულ ელემენტს აქვს ატრიბუტი. შეგიძლია ნახაზზე მიუთითო, რომ გაჩვენოს რისი ჩვენებაც კიდე ძირითადი კოლონის არმატურის სპეციფიკაცია, თუმცა შენ ასევე შეიძლება მოგინდეს ნახაზზე ჩვენება თუ როგორ შემოდის რიგელის არმატურა ამ კოლონაში. სპეციფიკაციაში უთითებ, რომ შეიტანოს მხოლოდ ძირითადი ელემენტის სპეციფიკაცია, ხოლო შემთხვევაში მაგას თეკლაში ეძახით neighbor parts, ანუ მეზობელ ელემენტის არმატურას არ შეიყვანს სპეციფიკაციის შესაბამისად, შენ ვიზუალურად გაქვს შენი კოლონის არმირება რაღაც სხვა ფერით, წითელი თქვა და რო ნაცრისფრით სხვა ელემენტების რომელიც უერთდება, რომელიც არ შედის სპეციფიკაციაში. რადგან მაგის კონტროლით შეგიძლიათ. რომელ ანალიტიკურ პროგრამებთან ინტეგრირებული თეკლა. თეკლა ინტეგრირებულია ნებისმიერ პროგრამასთან, რომელსაც აქვს ცდომა BIM-თან. შეგიძლია IFC-ის შემოღება, პროგრამასაც შეუძლია IFC-ის შემოღება, მაგალითად, ჩვენთან გაცილებულია საბირა საფრი, საფირში უბრალოდ შეავდებ თეკლადან IFC-ის, იქ და ამუშავებ და მე საფრიდან გადაიტან ლირაში. და როგორც ვიცი, პირდაპირ ლირიდან თეკლაში ისინი საკავშირის არის, მაგის დამშავად შეიძლება. თუმცა ჩვენ არ ვიყენებთ. მაგალითად ჩვენ უფრო ვიყენებთ დრიბალთან შეხება, დრიბალიდან პირდაპირ ხდება შეტანა თეკლადან. და ეგ კავშირი იმიტომ კარგი, რომ თუ მე თეკლაში რაღაც მოდელში შევცვალე, შემიძლია ეგრევე გამოახლო და ეგრევე ანალიტიკური მოდელი შემეცვლება დრიბალში. ეგ ძალიან დიდი პლუსია. control designer-ი. მაგას აქ არის იყენებენ უბრალოდ თეკლა თავის პროგრამებთან კარგად მუშაობს და ერთ-ერთი ანგარიშის კუთხით თეკლა structural designer. აი, სხვას ვინმეს კითხვა ხო არ გაქვთ ან მოწერა, უბრალოდ შეგიძლიათ მიკროფონით ჩართოთ და ისე გავიაროთ, რომ მეკითხვა გაქვთ. თუ არ და შეგვიძლია დავასრულოთ ხო რამე. ცოტა გადავაჭერეთ. ხო, ახლა ჩვენ გეგმას, ეს არის ეს იყო რკინა-ბეტონის ეს დროში რაც მოვასწარეთ რაღაც 10% თეკლა სტრუქტურის შესაძლებლობების, რაც გაჩვენეთ. შემდეგში ჩაეშვება რკინა-ბეტონის კონსტრუქციების კურსი, შემდეგ გვექნება სავარაუდოდ ლითონის ვებინარი გვექნება, ლითონის ელემენტებზე მუშაობის ვებინარი გვექნება, რომელსაც მე თავის მხრივ მოყვება თავის ლითონის კურსის ჩაშვება. შემდეგ გვექნება წლის ბოლომდე სავარაუდოდ ვებინარი, სადაც ავხსნით როგორ ხდება სხვა პროგრამებთან კომუნიკაცია თეკლას მიხედვით, თეკლას მეშვეობით, როგორ ხდება DVG-ების შემოგდება, როგორ ხდება IFC-ის შემოტანა, როგორ ხდება მაგალითად თეკლადან გატანა DVG-ების თუ მაგალითად დამკვეთი ითხოვს, არ უნდა შენი სამეთე მოდელი, უნდა უბრალოდ ორიდან ახაზე DVG. შეგვიძლია რასაც შექმნი, ეგრევე გავუშვა ორიძე ნახალწად. მოდი მე იმას ვიზავ. რაც შეეხება, ხო, კითხვა დაემატა, IFC ფაილის შეტანას შეეძლებთ თეკლაში, რა თქმა უნდა, შევძლებთ და ასევე რაც მნიშვნელოვანი, შეგვიძლია ამ IFC ფაილზე მუშაობა. თქვათ, გვაქვს გეომეტრია, რომელიც შემოვიდა არქიტექტორიდან, რომელიც არანაირი არმატურა არ აქვს, თქვათ, შეგვიძლია თეკლაში შემოვიტანოთ ეს IFC, დავამუშავოთ და მერე უკვე უკან დავუბრუნოთ IFC თავისი არმატურით და თავისი სპეციფიკაციებით. ანუ უბრალოდ ხას იმას გავუსვავ, რომ IFC-ის შემოტანისას თუ მართლა ანუ ყველაფერი კონსტრუქციულია და არანაირი არქიტექტურული შეგვიძლია მაგის ვთქვათ სელექცია. შეგვიძლია რომ გადავაქციოთ თეკლას ელემენტებად, დავარმიროთ და ანუ აღარ გვიწევს მერე უკვე თვითონ ჩარჩოს აწყობა, რაც მოგვაწოდა არქიტექტორმა. ანუ ამისთვის დრო უკვე აღარ იხარჯება, პირდაპირ არმირების ჩასმოთ შეიძლება. და მაგაშიც დროს გვიზოგავს მაგის ხაზგასმა მინდოდა. მგონი უკვე საკმარისია და შეგვიძლია ვთქვათ, სულ ეს იყო. არის მე შეყვა. მარიამ ლაპარაკობდა და შეგიძლია არა, იმას ვამბობდი, რომ დღესთვის საკმარისია თქო, შეგვიძლია დავასრულოთ. დიდი მადლობა მეგობრებო დაინტერესებისთვის.
და იმედია, რომ მომავალშიც ესე საინტერესო წარიმართება ჩვენი ვებინარები. მადლობა და ვებინარის ჩანაწერი აუცილებლად დაიტვირთება YouTube-ზე და ამის შესახებაც ყველას შეგატყობინებთ. მადლობა თქვენ და ნახვამდის. ნახვამდის. მადლობა ნახვამდის. მადლობა პირიქით. ნახვამდის.